საღამო მშვიდობისა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც 4 საათზე უნდა დაწყებულიყო ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და სხვა პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესი. ხედავთ ჩემს უკან რაც ხდება, არც ერთ სტანდარტში ეს აჯდება, კანონის და კონსტიტუციური მოვალეობაა, სხდომების საჯაროობის უზრუნველყოფა. სულ ამაზე მაქვს აქ საუბარი და ჩხუბი წლების განმავლობაში, რომ აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ. პატარა ოთახში ატარებენ პროცესებს, იმიტომ რომ ხალხი არ დაესწროს. გარდა ამისა, პროცესი უნდა დაწყებულიყო 4 საათზე და ჯერ არ დაწყებულა, ასევე იმისთვის, რომ დრო გაიწეროს და ბევრი ხალხი ამასობაში წავიდეს. ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე ხუხულა, თიხის ხუხულა. იმიტომ რომ მტკიცებულებები ამ ხალხზე არ არის. ხალხო, რას ლაპარაკობთ? ესე იგი, ვიდეო არის გადაღებული, სადაც ადამიანი დუმს. როგორ შეიძლება ეს იყოს ვინმეს მტკიცებულება ნორმალურ სახელმწიფოში? მანამდე ვიყავი კვარაცხელიას პროცესზე, იგივეა, არც ერთი მოწმე. არც ერთი მოწმე არ არის და ვიდეოში არ ვიცით ეს ადამიანია გადაღებული თუ სხვა. ასე, გამარჯობა. აი ასე და რეალურად რეპრესიის მიზნებისთვის ტარდება ეს პროცესები. ძალიან კარგია რომ აქ ბევრი ხალხია, ამავე დროს რუსთაველზეც ბევრი ხალხია, ამავე დროს თესეუსთანაც ბევრი ხალხია. გასაგებია და კარგია რომ პროტესტი არის დღის განმავლობაში. რომ ყველამ დაინახოს ჩვენ ერთმანეთი და მთელმა მსოფლიომ დაინახოს რა უბედურება ტრიალებს საქართველოში ამ ეტაპზე. დანარჩენი თავისუფლება და ჩვენი მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს. დაახლოებით 300 ასეთი ადამიანი არის დღეს საპატიმროში, გაუგონარი ციფრი საქართველოს ისტორიის განმავლობაში და არ დაგვავიწყდეს. ამის ყველა შემოქმედი სანამ ცოცხალი ვარ მე ვაგებ პასუხს. რომ ისინი პასუხს აგებენ. ამის ყველა შემოქმედი, მურუსიძე იქნება, ჩინჩალაძე იქნება თუ სხვა, ვინც ეს ხალხი აქ მოიყვანა, მათ პასუხი უნდა აგონ. სხვანაირად ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. დროებით.